მოგესალმებით, ბატონ თენგიზ და მადლობა, რომ დღეს ჯანდაცვის სტანდარტში იმყოფებით და უნდა ვისაუბროთ აზიის ქვეყნების ჯანდაცვის სტანდარტზე. მოგესალმებით, ბატონ თენგიზ. ჩვენ ჯანდაცვის სტანდარტში უკვე თითქმის 1 წელიწადია გვაქვს ასეთი ცალკე რუბრიკა სხვადასხვა ქვეყნების, ვისაც ჩვენ გვინდა რომ დავემსგავსოთ ამ ქვეყნების ჯანდაცვის სტანდარტი. დავიწყეთ ძირითადად დასავლეთის ქვეყნების, რადგან ჩვენი ძირითადი ორიენტაცია მაინც ევროპული ორიენტაცია და ევროკავშირი. დავიწყეთ ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების და ასევე ამერიკის შეერთებული შტატები. გვინდოდა, რა თქმა უნდა, წარმატებული აზიის ქვეყნების ჯანდაცვის სტანდარტების შესახებ. ბევრი ვეძებე მართალი გითხრათ, რომ ქართველი ექიმები იაპონიაში ან ჩინეთში დიდი ხნის განმავლობაში მომუშავე, ვისაც შეეძლო ამას საუბარი, ან ძალიან გვაინტერესებდა, რაც დღეს მთავარი თემაა ჩვენი სინგაპური და ვერ ვიპოვე, მაგრამ რადგან თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ განსაკუთრებით სინგაპურის მოდელთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოდელია და მახსოვს თქვენი პუბლიკაციების და ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ, თქვათ, სინგაპურზე თქვენი გამოსვლები, აი გთხოვეთ ამასთან დაკავშირებით და მოკლედ რას გვეტყვით, რა არის მაშინ რა თავისებურება აქვს სინგაპურის მოდელს, რომელიც ძალიან განვითარებული ქვეყანაა თავისთავად სინგაპურია რა, ეკონომიკურად და ყოველ მხრივ და ამავე ჯანდაცვის სისტემა არის ასევე ძალიან ერთ-ერთი განსხვავებული, რომ ის არ ხარჯავს ძალიან დიდ ფულს, ისევე როგორც დასავლეთ ევროპის ქვეყნები, მაგრამ ხელმისაწვდომობა და ხარისხი აქვს ძალიან მაღალი. რითია ეს ყველაფერი განპირობებული? მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ევროცენტრიზმი, იმიტომ რომ მთავარი იდეები მოდის ევროპიდან, ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენ ორი დიდი სისტემა გვაქვს მსოფლიოში, ეს არის ბისმარკის სოციალური დაზღვევის სისტემა და ბევერიჯის ზოგადი გადასახადები დაფინანსების სისტემა, ეს ორივე ევროპული ფენომენია და აქედან გადაიღო მთელმა მსოფლიომ. და ამიტომაც არის რომ დაუკავშირო ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროპისადმი, რომ ეს კეთილდღეობის სახელმწიფოს კონცეფცია, ეს მთავარი იდეები მოდის ევროპიდან. თუმცა მინდა დაუკავშირო აი დღევანდელ ჩვენს ამ შეხვედრას, რომ არანაკლებ არის აზიის ეს პატარა ქვეყანა სინგაპური, რომელმაც დასაბამი მისცა სრულიად განსხვავებულ მესამე მოდელს. ჩვენ ფაქტიურად გვაქვს ორი მთავარი მოდელი, მესამე შერეული მოდელი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამის გარშემო ტრიალებს ყველა ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი მესამე მოდელი, ასე ვთქვათ, ამაზე შეთანხმდნენ უკვე მეცნიერები, მკვლევარები, ეს არის სამედიცინო შემნახველი ანაბრების სისტემა, რომელიც დაიბადა სწორედ 1984 წელს სინგაპურში. თენგიზ ვერულავა, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი. თენგიზ ვერულავა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორია. მან განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტსა და დიდი ბრიტანეთის იორკის უნივერსიტეტში მიიღო. ხელმძღვანელობს ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მეცნიერების და უწყვეტი განათლების დეპარტამენტს. არის მელბურნის ტექნოლოგიების სამეფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და მრავალი საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი. როგორც ჟურნალ ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგიის მთავარი რედაქტორი, ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში აკადემიური დისკუსიის ფორმირებაში. 2018 წელს მას მიენიჭა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო, წლის საუკეთესო მეცნიერი სიცოცხლის შემსწავლელ და ჯანდაცვის მეცნიერებების მიმართულებით, ხოლო 2024 და 2025 წლებში ზედიზედ ორჯერ გახდა კავკასიის უნივერსიტეტის წლის საუკეთესო მეცნიერი. შეიქმნა სწორედ სრულიად განსხვავებული სისტემა, სადაც პირველ ადგილზე არის ადამიანი თვითონ ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე. ეს როგორ ახლა რომ ახსნათ, ყველა ადამიანი სავალდებულო წესით იხდის შენატანს ხელფასიდან აი ამ
ესე provident fund, ანუ დაგროვების ფონდში და განსხვავებით ევროპისაგან, სადაც ევროპაში ჩვენ სადაზღვევო შენატანები შედის საერთო ფონდში და კოლექტიური გადანაწილება, აქ ყველა ადამიანს აქვს თავისი და ყველა ვალდებულია, კანონით სავალდებულო წესით საკუთარ ანგარიშზე, ეს არის ჯანმრთელობის ანგარიში და სხვადასხვა აი ამ ფონდში თავს იყრის სამი მთავარი ნაწილი, არა მარტო ჯანმრთელობის. ეს პირველი არის ანუ ჩვეულებრივი ფონდი ასეთნაირად, რომელიც არის განკუთვნილი ბინის უზრუნველყოფისათვის, ანუ ადამიანის საკუთარი ბინის უზრუნველყოფისათვისაც 37% იხდიან ისინი თავიანთი ხელფასიდან, ესეც ასაკობრივად განსხვავებულია, 55 წლამდე არის 37%, შემდეგ მცირდება ეს გადასახდელი. მთავარი არის ესე იგი საკუთარი ბინით უზრუნველყოფაზე, სადაც 15% მიდის, შემდგომი არის მეორე თვითონ პრევენციული ჯანდაცვისათვის და ეს სამედიცინო შემნახველი ანაბრები, როგორც ასეთი და მესამე ეს არის MediShield, ანუ სამი მთავარი ნაწილი არის. იმიტომ არის სიმბიოზი, რომ პირველ ადგილზე სისტემამ აამუშავოს мотивация. თავად ადამიანს ქონდეს мотиვი, რომ იყოს საკუთარ ჯანმრთელობაზე მზრუნველი და აუცილებლად იქ სადაც ის ვერ შეძლებს ამას, იქ სადაც ბაზარი არ მუშაობს, იქ აუცილებლად ეხმარება სახელმწიფო და როგორ არის ეს აწყობილი, ეს არის ყველაზე მთავარი აქ, რომ იგივე MediSave-ზე, სადაც ადამიანი აგროვებს თანხას მთელი ცხოვრების განმავლობაში, ის ცდილობს, რომ რადგან თავისი დაგროვებული თანხიდან მოხდება მოჭრა, თუნდაც ის მიდის ექიმთან ან სამედიცინო დაწესებულებაში, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს საკუთარ დანაზოგს, ეს არც ერთ ევროპულ სისტემას არ არის. ძალიან ეს მესმის, რომ შეიძლება დაიხარჯოს ექიმთან კონსულტაციაზე, პირველად ჯანდაცვის ექიმთან, ოჯახის ექიმთან მისვლაზე, რაღაც ყველაზე შედარებით ხელმისაწვდომ და იაფ წამლებზე, მაგრამ როცა საკითხი ეხება მაღალ ტექნოლოგიურ სამედიცინო დახმარებას, იქ მას ხო არ ეყოფა ეს თავის დანაზოგი. თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ ეს არის უმთავრესად დაზღვევის მთელი არსი იმაშია, რომ ერთმანეთს ჩვენ თან ვეხიდებით, არა? სწორედ ამაში არის თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ პირველ ადგილზე არის ეს იოლი სუბუქი სერვისები, სხვადასხვა სტაციონარული სერვისებიც აქ შედის თავის დაზოგვის MediSave-ში, მაგრამ სადაც არის ძვირადღირებული ოპერაციები, იგივე კარდიოქირურგიული იქნება თუ ონკოლოგიური თუ ძვირადღირებული მედიკამენტები, ამაზე უკვე ერთვება სახელმწიფო. ანუ სახელმწიფო ეხიდება. სახელმწიფო ეხიდება დაზღვევის სახით. MediShield-ი, ანუ ეს ამ 37%-ში შედის ასევე დაზღვევის და როდესაც დაუშვათ ეს ძვირადღირებული იგივე ჰემოდიალიზი დასჭირდება თუ ასე, მაშინ აქედან ხდება ღარიბი რა შვება. ღარიბზე უკვე მესამე მოქმედებს, ეს არის MediFund-ი, ანუ სახელმწიფოს პირდაპირ სუბსიდირება აი ამ მოწყვლად ადამიანებზე და სხვადასხვა დაახლოებით 10-12% არის ეს, სადაც მოსახლეობის, სადაც სახელმწიფო ეხიდება მოწყვლად ადამიანებს. ანუ რომ შევაჯამოთ, აქ გვაქვს სამი მთავარი დგენელი, პირველი რომ ადამიანი ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე, ზოგავს, უფრთხილდება ამ თანხას, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ აი ამ იოლ სერვისებს, სუბუქ სერვისებს, შემდეგ მძიმე დაავადებებზე უკვე არის სოციალური დაზღვევის სისტემა, ანუ ქვეყანა ვერც ვერაუგლის რისკის კოლექტიურ გადანაწილებას, რაც ევროპული ფენომენი არის და პლუს ცხადია არის სახელმწიფოს პირდაპირ სუბსიდირება იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან აი ესეთი დაბალი ფენის, ან თუნდაც საშუალო ფენისაც, თუ მას ეს თანხა დაუშვათ, რომელიც დაუგროვდა არ ყოფნის, აი იქ ამაზე ხშირად არის ხო ბატონ თენგის დისკუსია, იმიტომ რომ გარკვეულად სინგაპურის ეს ინდიკატორები ძირითადად
მხედველობაში მაქვს მე ეკონომიკური ინდიკატორები ჯანდაცვის ეკონომიკის, ანუ ისინი თითქმის ყველაზე ნაკლებს სადღაც 5-6%-ს GDP-დან ხარჯავენ ჯანდაცვაზე, მაშინ როცა დასავლეთ ევროპა სადღაც 11-12%-ს, შტატები 17-18%-ს, ხო? და შედეგები, ანუ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა სინგაპურში, ბავშვთა სიკვდილიანობის ძალიან დაბალი დონე და მთავარი ინდიკატორები არის ერთ-ერთი საუკეთესო ერთ-ერთი. თქვენ სწორად ბრძანეთ ბატონო, ამირან რომ შედეგები, რომელიც ცხადია იზომება, აი კრიტერიუმების რა თქვენ ბრძანეთ, ამ ხრივ აი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ხუთეულში გაყავს სინგაპური და ეს არის აი პარადოქსია, რომ ყველაზე ნაკლები დანახარჯებით სახელმწიფოს მხრიდან 5.6%, ეს არის ყველაზე დაბალი ხარჯი თუ შევადარებთ ჩვენ კეთილდღეობის სახელმწიფოებს და ეს სწორედ მიიღწევა აი პირველი მდგენელით, რასაც ქვია ადამიანის мотивация, რომ თვითონ იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობას და აი ეს უნდა გავშიფოთ, როგორ ხდება ეს. აი ეს არის ყველაზე მთავარი, რომ პრევენციული ღონისძიებებით და აზილებმა ამას ალბათ განსაკუთრებული აქცენტი გაუწევს. ხაზი აზილის როდესაც ლაპარაკობს გულისხმობს სინგაპურს, რომ მედიცინა არ არის მხოლოდ მკურნალობა. მედიცინა უპირველესად არის პრევენცია. ესე ძალიან საინტერესო გახლავთ აი სამედიცინო განათლება. თავიდანვე უმთავრესი აქცენტი გეკეთება კლინიკურ პრაქტიკასთან ურთიერთობა სტუდენტების და კვლევასთან. და ეს ყველაფერი არის საუნივერსიტეტო კლინიკებში, განსაკუთრებული როლი ენიჭება აი საუნივერსიტეტო კლინიკებს, სადაც თავიდანვე პირველი წლებიდან უნივერსიტეტის სტუდენტი ღებულობს განათლებას, პრაქტიკას და კვლევას. და ბევრია საუნივერსიტეტო კლინიკა სინგაპურში. 3 დიდი საუნივერსიტეტო კლინიკა არის და მინდა გითხრათ, რომ ეს ყველა საუნივერსიტეტო კლინიკა 3 კლინიკა დიდი. 5 მილიონია ხო სინგაპურში? დაახლოებით. და ეს 3 საუნივერსიტეტო კლინიკა ყველა არის საჯარო კუთვნილების, საჯარო საკუთრების, ამაშიც არის ძალიან დიდი ესეთი ლამაზი სისტემა, სადაც სახელმწიფო და კერძო ინტერესები არის არაჩვეულებრივად სიმბიოზურ, სინთეზურ მდგომარეობაში. მე ხანდახან აი ზოგჯერ წავი ფილოსოფოსებ ხოლმე ასეთნაირად ფილოსოფიურ ქვასაც კი ვეძახი, აი როგორც ძველად ეძებდნენ რაღაცა ისეთნაირ. აი ესეთი არის მოგონილი ეს სინგაპურის სისტემა, სადაც აი მედიცინას ასე სჭირდება, რომ ადამიანმა საკუთარ ჯანმრთელობაზე თვითონ უნდა იზრუნოს, ცხადია სახელმწიფო მის კოლექტიური განაწილება რისკის აუცილებლად და ცხადია იქ მოწყობილ ჯგუფებზე სახელმწიფოს პირდაპირ სუბსიდირება და ეს იმდენად კარგად არის ასევე განათლების სისტემაშიც, რომ იქ არის კერძო ინსტიტუტებიც, მაგრამ აი ყველა ის რაც მთავარი არის, ეს არის ყველა საჯარო. ეს კერძო სექტორი როგორ არის სინგაპურში? ერთთან არსებობენ როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საჯარო ინსტიტუტები, მაგრამ უმთავრესად არის მაინც სახელმწიფოს იმ მხრივ, რომ ჯანდაცვას უფრო მეტად სჭირდება სახელმწიფოს მეთვალყურეობა, სახელმწიფოს ზრუნველობა, ისე როგორც თავ მსოფლიოში. ჩვენგან განსხვავებით, სხვა შორის არის თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებიც რო ავიღოთ ჩვენ 57% არის არაკომერციული საავადმყოფოები, 18 თუ 22% არის შტატების და სახელმწიფო და 18% არის კერძო ინსტიტუტები და ეს არის ის სახე, რომელიც გვეუბნება, რომ სტატისტიკა ხო ჩვენ ვკითხულობთ ამას, შინაარს გვეუბნება, რომ კი ბატონო, კერძო სექტორი აუცილებელი არის ჯანდაცვის სექტორში, მაგრამ ამდენს პროცენტულობით არა. გაჩავს, ამდენს შეიძლება იგივე არის ეს სინგაპური, სადაც არის ესეთი თანაარსებობა სახელმწიფოსა და კერძო ინსტიტუტებს შორის და და იმ განათლებაზე საუბრისას, ბატონგიზაი თვითონ ახალგაზრდა რა გზას გადის, რომ ვიდრე ჩამოყალიბდება ის ექიმად და იმ სტანდარტს მიაღწევს, რასაც სინგაპურის ჯანდაცვის სისტემა ითხოვს. აი ეს მინდა ხაზი გაუცხო, რითაც განსხვავდება სინგაპურის, რომ აქ ყველაზე უფრო მეტი არის პირველი წლებიდან კლინიკურ პრაქტიკასთან ურთიერთობა და კვლევებთან ურთიერთობა. და თქვენ რომ აი ხშირად წაიკითხავთ ჟურნალებში სტუდენტების, თვითონ ან რეზიდენტების ბევრი არის მათი ნაშრომები, რომ ძირითადად აი ისინი მონაწილეობენ სამივე ერთად. განათლება
პრაქტიკა და ცხადია კვლევა და საუნივერსიტეტო კლინიკა აძლევს ამის რას ურჩევთ ჩვენს ქვეყანას? აი სინგაპურიდან რას ურჩევთ თქვათ? ჩვენთან რა შეიძლება? უპირველესად ეს არის ყველაზე მეტი აქცენტის გაკეთება პირველად ჯანდაცვაზე, პრევენციაზე, იმიტომ რომ მედიცინა მეტიფული პრევენციაზე ყველაზე მეტი ჩვენთან ხო ესეც სტატისტიკურად ყველაზე მეტი ხარჯება ჰოსპიტალზე. თავარი პირველად ჯანდაცვა, შორის ეს პირველადი ჯანდაცვის ასეთი სხვა ქვეყნებმაც გადაიტანეს, იგივე ჩინეთმაც, იცით რომ 10 წელიწადია, იქაც წარმატებით ხდება უნივერსალური ჯანდაცვაზე გადასვლა და აი პირველადი ჯანდაცვა აიღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გენელად, თუმცა იქაც ძალიან დიდი განსხვავება არის რეგიონებს შორის ჩინეთში. ნუ ავლაპარაკობ იაპონია, ეს არის ბისმარკის სისტემა, ტაივანი ეს არის უფრო single payer-ი, ანუ ერთი გადამხდელი სისტემა, ჰონგ-კონგი როგორც ბრიტანეთის ყოფილი კოლონია ეს ბევერიჯის მოდელი, ანუ ჩინეთი და სხვა აზიის ქვეყნები, იაპონიაც, ტაილანდი ეს მაინც ევროპული მოდელებით მუშაობენ და ერთადერთი ეს პატარა ქვეყანა არის რომელიც სრულად განსხვავებული მესამე მოდელით მუშაობს და ამაში და გამოყვა ამავე დროს ძალიან დიდი ნაბიჯი ამ რაც ჩამოთვალეს ყველა ქვეყნებმა ალბათ ხაზი უნდა გაუსვათ რომ დიგიტალიზაცია რაც ვთქვათ ერთიანი ბარათით, ერთიანი ადვილად ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რა თქმა უნდა შესაბამისად კონტროლირებადი და დახურული პაციენტის შესახებ და აი ეს არის განსაკუთრებით ამას გამოყოფდი რაც თქვენ ბრძანეთ განსაკუთრებით ტაივანში და იცით რომ ტაივანში ციფრული ჯანდაცვა და არა მარტო ტაივანში იგივე ჩინეთშიც უკვე გადავიდა მედიცინა ციფრულ ჯანდაცვაზე ხელოვნურ ინტელექტზე იგივე საუნივერსიტეტო სამედიცინო დაწესებულებები ვახსენეთ სინგაპურში ხო იქაც აი მთავარი გახდა ეს ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ჯანდაცვა ერთი თლიანი პაკეტი ვის ბარათი და ამ ბარათზე არის ყველაფერი ეს ყველაზე კარგი მონიტორინგის საშუალება არის. როდესაც დამფინანსებელი ხედავს, აი ამ ავადმყოფს რომელი ექიმი უფრო მეტს უწევს, ახლა არა წავიდა ეს დრო, როდესაც არქივებში ვინახავდით ისტორიებს და იქ შედიოდა მონიტორინგი, ვინც მოდიოდა იქ კაკალ ამოწმებდა ეს ჩაბარდა ისტორიას. ახლა არის ყველაფერი ციფრული ჯანდაცვით და ესეც არის აი ამ სამედიცინო ბაზრის ნაკლოვანებების ერთ-ერთი მთავარი კარგი ხელშემწყობი, როცა ციფრული ჯანდაცვა, სადაც მონიტორინგის ვაზრისით გადაიღოს საქართველოს და გავითვალისწინოთ. მადლობა. საინტერესო საუბრისთვის და სტუმრობისთვის დღეს ჯანდაცვის სტანდარტი. მადლობა თქვენ.